საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა საპატრიარქოში. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ამბობს, რომ პოლიტიკურმა მეტოქეებმა საქართველოს მომავალზე ისაუბრეს. რა თემები განიხილეს პოლიტიკურმა ლიდერებმა საპატრიარქოში ძველი ახალწელს და ემთხოვა თუ არა მიხეილ სააკაშვილისა და ნაციონალური გუნდის სხვა წევრების პოზიციები მთავარ საკითხებზე. მთავარ კითხვას დავით უსუფაშვილი უპასუხებს. გადაცემის მეორე ნაწილში გაგრძელდება თუ არა მთიან ყარაბაღთან დაკავშირებული გაუგებრობა სომხეთში მაია ფანჯიკიძე და გადაცემის ბოლოს არსებობს თუ არა საბიუჯეტო კრიზისის საფრთხე. დავით ნარმანია გადაცემაში მთავარი კითხვა. თავარ კითხვას პარლამენტის თავმჯდომარე ქუთაისიდან განსხვავებს პასუხს საღამოშტობისა ბატონო დავით დავიწყებ პირდაპირ შეკითხვით. ცოტა ხნის წინ საქართველოს პრეზიდენტმა განცხადება გააკეთა პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით, რომლის თანახმად პარლამენტმა დაადასტურა, რომ შეგიძლია ჩაიდინო ქვეყნის ღალატი, ჯაშუშობა და იმის გამო, რომ ხარ პოლიტიკურად ანგაჟირებული, შეიძლება საპატიმროდან გაგიშვან. მან საგანგაშო პრეცედენტი უწოდა პოლიტპატიმრების განთავისუფლებას. როგორი არის პარლამენტის თავმჯდომარის პოზიცია მას შემდეგ, რაც ასეთმა პატიმრებმა უკვე საპრობილეები? მოგესალმებით ქალბატონიკა, დიდი მადლობა მოწვევისთვის, უпроსტად ქუთაისის სტუმრობისთვის. ამნისტიის თაობაზე პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც შემდგომ გახდა სერიოზული პოლიტიკური დებატების საგანი, პროცესშიც კი იყო დებატები, მაგრამ განსაკუთრებით დებატები გამოიწვია პრეზიდენტის ვეტომ, რომელიც იქნა დაძლეული პარლამენტის მიერ და მოგეხსენებათ ეს კანონი უკვე ძალაშია. ამ კანონის საფუძველზე უკვე რამოდენიმე ასეული პატიმარი თავისუფლებაშია, დატოვეს მათ საპატიმრო ადგილები, მოგეხსენებათ სამწუხაროდ ერთ-ერთი გათავისუფლებული პოლიტპატიმარი გარდაიცვალა და ეს სამწუხარო ფაქტი იყო ამ დღეებში. რაც შეეხება დანარჩენ პროცესს, ის მიმდინარეობს და მე სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება, რომლის არგუმენტაცია, რომლის დასაბუთება ძალიან ბევრჯერ იქნა გამეორებული, მაგრამ ვისაც არ სურს ამ არგუმენტების გაზიარება, იმიტომ რომ ამ არგუმენტების გაზიარება ავტომატურად ნიშნავს პასუხისმგებლობის აღებას და აღიარებას იმისას, რომ წლების განმავლობაში ამ ქვეყანაში ხორციელდებოდა პოლიტიკური დევნა და ეს პოლიტიკური დევნა ეხებოდა არამხოლოდ იმ ადამიანებს, ვისაც სამსახურიდან ათავისუფლებდნენ, არამხოლოდ იმათ, ვისაც ქუჩაში ცემდნენ, არამედ იმასაც, ვისაც საპრობილეებში ამწყდოდნენ. შესაბამისად, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, განსაკუთრებით მათი ხელმძღვანელი პირების მხრიდან, სხვანაირ განცხადებებს და რიტორიკას უბრალოდ არ უნდა ველოდოთ, იმიტომ რომ ჩვენ რეალისტები უნდა ვიყოთ და უნდა ვიცოდეთ, რომ ადამიანები როგორც წესი, პოლიტიკოსები ამ დონის პრობლემებს და მოქმედებებში, ხარვეზებს და ხშირ შემთხვევაში დანაშაულებრივ მოქმედებებს არ აღიარებენ ხოლმე. მაგრამ ამან ჩვენ არ უნდა შეგვიყვანოს შეცდომაში და ჩვენ უნდა მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები. მე უბრალოდ არ მინდა კვლავ კიდევ ერთხელ ჩამოვთვალო ყველა ეს არგუმენტი, რის გამოც ვთვლით, რომ ამინისტია იყო სწორი, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება იყო სწორი და ძალიან მალე ამ ადამიანების მონათხრობიდან, საკუთარი ისტორიების მონათხრობიდან ჩვენ კიდევ ძალიან ბევრ შემაშფოთებელ და შესაძლოა შემზარავ ამბებსაც გავიგებთ. ამიტომ ეს ყველაფერი დღევანდელ ვითარებაში უკვე სამწუხაროდ პრეზიდენტის მხრიდან ემსგავსება საკმაოდ, მე ვიტყოდი, პოლიტიკურად უსუსურ ცდელობას იმისას, რომ ახლა მომავალი პრობლემების და რაღაცა აპოკალიფსური მოვლენების შიშით და ამ ფონზე განაგრძოს პოლიტიკური ცხოვრება. ძალიან კარგი იქნებოდა, რომ მას მის თანაგუნდელებს წლების განმავლობაში ასეთი ყურადღება გამოეჩინა ყველა ადამიანის მიმართ, ყველა დანაშაულის მიმართ, ყველა პატიმრის მიმართ, მაშინ ძალიან ბევრი რამ სხვაგვარად იქნებოდა. მე ახლა არ შეუდგები ციფრებით საუბარს, თქვათ, იმაზე საუბარს, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში პრეზიდენტმა 1500-ზე მეტი პატიმარი თავად შეიწყალა, იქიდან ვინ რა გზას დაადგება და ასე შემდეგ. ჩვენ პარლამენტს გადაწყვეტილი გვაქვს მივყვეთ ამ საქმეს ბოლომდე. ჩვენ არ ვთვლით, რომ ამნისტიის აქტით დასრულდა ჩვენი როლი და ჩვენი მონაწილეობა ამ პროცესში. პირიქით დაიწყო
და გვაქვს გეგმები, საკმაოდ საინტერესო და ინტენსიური საქმიანობა გვექნება იმისთვის, რომ ყველა პატიმარი, რომელმაც ამ ამნისტიის შედეგად დატოვა საპატიმრო ადგილები და სხვაებიც, ვინც ცხოვრება მოიტანა და აღმოჩნდნენ ასეთი წნეხის ქვეშ, გაიარეს საშემოსავლებით დაწესებულებები, მოხდეს მათი რესოციალიზაცია, დაბრუნება საზოგადოებაში, დაბრუნება ოჯახებში და მე დარწმუნებული ვარ, გათავისუფლებული პატიმრების უმრავლესობა თავად ჩაერთვება ამ პროცესში. ასე რომ აქ წერტილი დასმულია ამ საკითხზე, რაც არ უნდა მტკივნეული ყოფილიყო წინა ხელისუფლებისთვის ეს ნაბიჯი და ეს აქტი, მე ადრეც ურჩევდი, ახლაც ურჩევ მათ, რომ შეეგუონ ამ საკითხებს, რომ მათი ჩადენილი პრობლემა, მათი ჩადენილი არასწორი ქმედებები ჩვენი გამოსასწორებელი გახდა. ეს იყო ერთ-ერთი მაგალითი ამისა, სამწუხაროდ ბევრი სხვა საქმეა, რომელზეც ჩვენი მხრიდან სწორი გადაწყვეტილებები გამოიწვევს მათ გაღიზიანებას, მაგრამ არაუშავს უნდა მოითმინონ, გადაიტანონ და საზოგადოებას კი მიმართავ, რომ ნაკლებად გაღიზიანდნენ იმითი, თუ პრეზიდენტი თუ სხვა ყოფილი თანამდებობის პირები თავიანთი ძალიან ხშირად არც დასაბუთებული და ადეკვატური გამოსვლებით და ისტერიკებით კიდევ ერთხელ მორიგ ჯერზე ითამაშებენ მოქალაქეების ნერვებზე. სამართალდამცავი სისტემა მუშაობს და იმუშავებს გამართულად, პარლამენტი გააგრძელებს საკანონმდებლო საქმიანობას, როგორც გითხარით, იქნება სერიოზული პროგრამები იმისთვის, რომ ადამიანებმა რაღაც ახალ დანაშაულზე კი არა, ახალ წარმატებებზე იფიქრონ თავიანთ ოჯახებში და თავიანთ ახლობლების წრეში, ასე რომ ყველაფერი კარგად იქნება და ზოგადად ერთსაც ვიტყვი, თავისუფლება, თავისუფალი საზოგადოება მოითხოვს იმას, რომ ჩვენ ყველა მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ თავისუფლებას მაღალი ფასი აქვს. იყო პერიოდი ამ ქვეყანაში, როდესაც შესაძლოა უფრო უხიფათო იყო ღამე ქუჩაში სიარული, მაგრამ სამაგიეროდ სახიფათო იყო დღისით თამამად აზრების გამოთქმა. ამიტომ ჩვენ არ უნდა დავარღვიოთ ბალანსი. ადამიანების თავისუფლების, მათი პოლიტიკური უფლებების ხარჯზე მიღწეული წესრიგი, ეს არ არის წესრიგი, ეს არის დიქტატურა. ჩვენ გვჭირდება თავისუფალი ადამიანების ერთობა და საზოგადოება, რომლებიც შეძლებენ თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრებას. ბატონ დავით, პოლიტპატიმრების აღიარება სახელმწიფოს მიერ თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ისინი ვიღაცამ აქცია პოლიტპატიმრად. მოყვება თუ არა სამართლებრივი გაგრძელება პოლიტპატიმრების ციხიდან გამოსვლას. მაგალითად, ვახტანგ მაისაია პირდაპირ ადებს ხელს ივანე მერაბიშვილს და მის მოადგილეს ამირან მესხელს. ამ შემთხვევაში პოლიტპატიმრების უკვე გათავისუფლებული პირების მხრიდან რაიმე კონკრეტულ დანაშაულზე მინიშნება ან ჩვენება ან პროკურატურისთვის მიმართვა, ეს განიხილება ჩვეულებრივი წესით, იმიტომ რომ პრეტენზიები და პრობლემები ხელისუფლების წარმომადგენლებთან ჰქონდათ არა მხოლოდ მათ, ვინც საპრობილეებში აღმოჩნდნენ, არამედ სხვებსაც მოქალაქეებს. ამიტომ ამ საკითხების განხილვა ჩვეულებრივი წესით მოხდება, რაიმე სპეციალური მექანიზმი პოლიტპატიმართა მიმართ ჩადენილი დანაშაულებისთვის არ არის გათვალისწინებული, თუ ჩადენილია დანაშაული, ყველა უნდა იქნეს გამოძიებული. ამასობაში მინდა სიცხადე შევიტანო იმ საკითხშიც, რომ ჩვენი მხრიდან 190 პირის პოლიტიკურ დევნილად ცნობა არ ნიშნავდა იმას და ჩვენ ამაზე ყოველთვის საუბრობდით, რომ ყველა მათგანის უდანაშაულობა დავადასტურეთ ჩვენ. შესაძლოა ზოგ მათგანს და მე დარწმუნებული ვარ ძალიან მცირე ნაწილს შესაძლოა კონკრეტული გადაცნობა ჩადენილი ქონდა, მაგრამ მათ მიმართ ჩვენი დასკვნით, ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით და მტკიცებულებებით პირველ რიგში განხორციელებული იყო პოლიტიკური ნიშნით დევნა, ანუ ეს ის შემთხვევა, როდესაც თქვა 5-6 კაცმა ერთი და იგივე ქმედება ჩაიდინა, მაგრამ დაისაჯა ერთი, რომელიც პოლიტიკურად არ აწყობდა ხელისუფლებას. ან ჰქონდა არა ადეკვატური სასჯელი მისჭილი და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ არ ვამბობთ, რომ თითოეული მათგანის თან მიმართებაში აუცილებლად ძალადობრივი დანაშაულია ჩადენილი, ჩვენ ვამბობთ იმას, რომ თითოეული მათგანი იყო პოლიტიკური გადაწყვეტილების მსხვერპლი. სახელისუფლებო კაბინეტებში დაგეგმილი ოპერაციების მსხვერპლი და არა სამართალდამცავი ორგანოების მიერ დანაშაულის გამოვლენის შედეგად დაკავებული ადამიანები და ასე შემდეგ. ამიტომ თითოეულ მათგანს, ვისაც ექნება სურვილი და ექნება კონკრეტული მტკიცებულება თუ ჩვენებები, რა თქმა უნდა, სამართალდამცავი ორგანოები ყურადღებით მოусმენენ და ყველა საქმეს ბოლომდე მიიყვანენ.
ბოლომდე მიყვანა ამ საქმეების რამდენად იქნება თავსებადი პოლიტიკურ ამნისტიასთან, სამართლებრივი დევნის შეწყვეტასთან ყოფილი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ, რადგან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ამ პატიმრებთან დაკავშირებით ალბათ იღებდნენ სწორედ პოლიტიკური თანამდებობის პირები. როგორ უნდა იყოს თავსებადი ერთმანეთთან პოლიტიკური ამნისტია, რომელიც იყო პრემიერ-მინისტრის ინიციატივა და სამართლიანობის აღდგენა აი ამ კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით? პირველ რიგში პრემიერ-მინისტრმა ძალიან მკაფიოდ განმარტა, რომ თუ იქნება რაიმე ამნისტია და ამაზე ფიქრი და მსჯელობა გრძელდება, ის არავითარ შემთხვევაში არ შეეხება ძალადობრივ დანაშაულებს. მოძალადე ადამიანი, მით უმეტეს თუ მაღალი თანამდებობის პირია, მის პატიებაზე არავინ საუბრობს. რაც შეეხება სხვა ტიპის შესაძლო დანაშაულებს, თანამდებობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება ან რაიმე სხვა ისეთი ქმედება, რომელმაც პოლიტიკური უფლებების შელახვა გამოიწვია, ასეთ შემთხვევებს შესაძლოა შეეხოს ამნისტია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანები დარჩებიან ზოგადად და სრულად სასჯელის გარეშე. ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ კონკრეტული ფაქტები თუ იქნა გამოვლენილი კონკრეტული საჯარო მოხელეების მხრიდან, მათ შესაძლოა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისროთ, მაგრამ დაეკისროთ სხვა ტიპის პასუხისმგებლობა, მაგალითად საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლების ჩამორთმევა რამოდენიმე წლით. ანუ ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ არავინ არ უნდა დარჩეს, ესე ვთქვათ, არავის არ უნდა შეეხოს პატიება, თუ არ იქნა კონკრეტული დარღვევა გამოვლენილი და არ მოხდა მისი საჯაროდ მხილება თუ გნებავთ კანონით დადგენილი წესით და თუ არ იქნა იმისი გააზრება საზოგადოებისგან დადასტურება, რომ ამ კონკრეტულ ადამიანს ჩადენილი აქვს ეს ქმედება. შემდგომ უკვე ჩვენ მზად ვართ ასეთ ადამიანებს მივცეთ კერძო ცხოვრების სრული თავისუფლება, მაგრამ ასევე უთხრათ, რომ მათი ჩადენილი ქმედებების გამო მათი ადგილი საჯარო სამსახურში, სამინისტროებში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში არ არის და მათ ვერ ვანდობთ ჩვენი საკითხების გადაწყვეტას, ჩვენი შვილების საკითხების გადაწყვეტას, ჩვენი ქალაქების, სოფლების, ჩვენი ქვეყნის საკითხის გადაწყვეტას. ეს კონცეფცია და ეს შემოთავაზება პრემიერ-მინისტრის მხრიდან ემსახურება იმ რეალობისთვის თვალის გასწორებას, სადაც ვართ ჩვენ, იმიტომ რომ წლების განმავლობაში ქვეყანაში დამკვიდრდა სისტემა, რომელიც ძალიან ბევრ საჯარო მოხელეს თავად აყენებდა ძალიან მძიმე არჩევანის წინაშე. ისინი არ უნდა დამორჩილებოდნენ უკანონო მითითებებს და ბრძანებებს და შეესრულებინათ ისინი, ან თავად იქნებოდნენ პირველი მსხვერპლი იმ სისტემის, რომელიც მათ დატოვებდა სამსახურის გარეშე, რომელიც მათ შეიძლება კიდე მეტი რეპრესიების თვის გაწირავდა. ამიტომ ჩვენ უნდა შევძლოთ ერთი მხრივ სიმართლის გამოვლენა, მეორე მხრივ უნდა შევძლოთ ამ ადამიანებისთვის შემდგომი ცხოვრების საშუალების მიცემა. ჩვენ როდესაც ამნისტიის კანონი გამოვეცით და პოლიტპატიმრების გარდა კიდევ დაახლოებით 2500 პატიმარი დროზე ადრე დატოვებს საპატიმრო ადგილებს. ჩვენ მათ მიერ დანაშაულის ჩადენის თაობაზე არ გვიმსჯელია. პირიქით ჩვენ ავიღეთ მოცემულობად, რომ მათ დანაშაული ჩაიდინეს, მათ სასამართლოებმა მიუსაჯეს, მაგრამ დროზე ადრე გავათავისუფლეთ საპატიმრო ადგილებიდან. ანუ იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც სასამართლო წესით იყო დადასტურებული ვინმეს მიერ დანაშაულის ჩადენა, ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ამ ადამიანებს ის მოუხდელი სასჯელი უნდა ეპატიოს. შესაბამისად, ჩვენ ასეთივე პრინციპით გვინდა ვიმოქმედოთ იმ საჯარო მოხელეების მიმართ, რომლებსაც შესაძლოა ჩადენილი აქვთ ქმედებები, რომლებიც დანაშაულია ჩვენი კანონმდებლობით, მაგრამ ჩვენ მათ ახლავე ვთავაზობთ ციხის საკნის გაუვლელად ახლავე ვაძლევთ საშუალებას, რომ ალტერნატიული ცხოვრების გზას დაადგნენ, თავიანთ კერძო ცხოვრებაში მიაღწიონ წარმატებას, ემსახურონ თავიანთ ოჯახებს და თავიანთ ქვეყანასაც, გამოძებნონ ამისი ძალები. რაც შეეხება დამოკიდებულებას მათ და მის საზოგადოების მხრიდან, ეს უკვე საზოგადოების განსასჯელია და ვის სიტყვას რა ფასი ექნება და ან ხვალ და ზეგ რა პოლიტიკური ამბიცია უნდა დაკმაყოფილდეს და ვის გაყვება ხალხი, ამაზე უკვე საზოგადოებამაც უნდა იყოს პასუხისმგებლობა. მას შემდეგ რაც სიმართლე იქნება გამოვლენილი. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ქვეყანა დაალაგდეს. ჩვენი ამოცანაა მომავლის უკეთესად წარმართვა. ჩვენ წარსულზე როდესაც საუბრობთ ამ შეცდომების გამოვლენაზე თუ სიმართლის სამართლიანობის აღდგენაზე ვსაუბრობთ, ჩვენ არ უნდა გვამოძრავებდეს სამაგიერო.
ჩვენ არ უნდა ვიღწოდეთ იმისკენ, რომ აი წლების განმავლობაში ვიღაცა მორალურ თუ სხვა ტკივილს გვაყენებდა და მოდი ახლა დავიჭიროთ, ციხეში ჩავსვათ და ამითი სამაგიერო გადავუხადოთ და ჩვენ რაღაცა გულს მოგვეფონოს. ეს არ შეიძლება იყოს ხელისუფლების ამოცანა. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ის, რომ მომავალი ხვალინდელი დღე იყოს უკეთესი და წარსულში ჩადენილი ქმედების დასჯა, გამოვლენა იმიტომ გვინდა, რომ ხვალ მსგავსი აღარ განმეორდეს. ეს არის ნომერი პირველი და მთავარი ამოცანა და ამიტომ თავაზობთ ამ გამოსავალს სამწუხაროდ ათასობით საჯარო მოხელეს, რომელიც ნებით უნებლიეთ იყო ჩართული იმ სისტემის სამსახურში. მოდი ხვალ უკეთ და კარგად ვიცხოვროთ ერთად. მაგრამ ეს რომ ასე მოხერხდეს იმისათვის, რომ დღეს უკვე საჯარო სამსახურში მყოფმა ხალხმა, ჩვენი პოლიტიკური ძალების მხარდამჭერებმა, მათაც არ გაუჩნდეთ სტუნება, რომ არაუშავს, მოდი დღეს რაღაცას ჩავიდენ, ეს ხო დაუსჯელი დარჩება. ეს რომ არ მოხდეს, ხვალ რომ არ გაგვიჩნდეს პრობლემები, ამიტომ არის საჭირო, რომ გამოვლინდეს თუ რაიმე გამოსავლენია, მაგრამ ამასობაში მზად ვართ ვაპატიოთ ამ ხალხს, ვაპატიოთ რა, ციხეში არ ჩასხდნენ. თორე აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ თუ ვინმემ მაგალითად რომელიმე მაღალჩინოსანმა საკუთრება ჩამოართვა მოქალაქეს, ან აიძულა რომ ნოტარიუსთან მისულიყო ამის 3 საათზე და თავისი ქონება გადაეფორმებინა სახელმწიფოსთვის, რომ აქ ვაპატიეთ და არაუშავს, მოდი ეს ქონება სხვას დარჩება. აქ კომპენსაციის მექანიზმები უნდა იყოს და აქ მთელი რიგი სამუშაოებია ჩასატარებელი. ბატონ დავით, ძალიან დიდი ინტერესია საზოგადოების მხრიდან ძველი ახალი წლის საღამოს მიმართ, რომელიც ერთად გაატარეთ თქვენ პრემიერ-მინისტრმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპატრიარქოში. პატრიარქმა თქვა, რომ ისაუბრეთ საქართველოს მომავალზე. გქონდათ თუ არა საუბარი კონკრეტულ პოლიტიკურ თემებზე? ეს არ იყო შეხვედრა პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის საპატრიარქოში. ეს იყო საპატრიარქოში წინა საახალწლოდ პატრიარქის მიერ გამართულ ღონისძიებაზე ჩვენი ერთად თავმოყრა. ასე რომ ეს არ იყო შეხვედრის ადგილი ამ შეხვედრისთვის, ეს იყო პირიქით, სადაც თავი მოვიყარეთ ყველამ ერთად. აქ საუბარი, რა თქმა უნდა, დიდწილად შეეხო იმ საკითხს, რისთვისაც ვიყავით იქ, ეს იყო ახალი წელი, იყვნენ სტუმრები, პრაქტიკულად ყველა მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლები, პატრიარქები, ამიტომ საუბრები დიდი ნაწილი შეეხებოდა სწორედ სტუმრებს, შეეხებოდა პატრიარქს, მის იუბილეს, მაგრამ ბუნებრივია იყო საუბარი სხვა თემებზეც, მიმდინარე საკითხებზე. ეს იყო ძირითადად საუბარი პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს შორის. ამ შეხვედრის შედეგად რაიმე განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი თემა ან საკითხი არც გადაწყვეტილა და ეს არც იყო ამ შეხვედრის მიზანი. ჩვენ ამ შემთხვევაში მეც და ბატონო ბიძინამაც საჭირო და აუცილებლად ჩავთვალეთ პატრიარქის იუბილეის ღონისძიებაზე ერთად ყოფნა და როდესაც მეტეხში გამართული ღონისძიების შემდეგ პატრიარქმა გთხოვა უკვე საპატრიარქოში გადანაცვლება, ამ დროს ეს თხოვნა იყო ყველას მიმართ და მინდა გითხრათ, რომ ბატონო ბიძინამაც სერიოზულად იაქტიურა, ასე ვთქვათ და პრეზიდენტს მანაც უთხრა, რომ სწორი იქნება ამ დროს პატრიარქთან საპატრიარქოში შეხვედრა. ახლა საკითხებს და თემებს რაც შეეხება, მე უბრალოდ ვერ ვისაუბრებ ამ თემებზე, ვერ ვისაუბრებ და არ ვისაუბრებ, იმიტომ რომ ეს როგორც გითხარით არ ყოფილა საქმიანი შეხვედრა, რომლის თუნდაც რაიმე რეზიუმე შეიძლება იქნეს გახმოვანებული. ბუნებრივია საკითხები თუ საუბრის თემები იყო დღევანდელი ვითარება ქვეყანაში და ასთა ურთიერთგაცვლა იმაზე თუ ხვალინდელი დღე როგორ წარმოგვიდგენია უახლოესი თვეები და კიდევ უფრო შორეული მომავალი. იქ იყო საუბარი, ასე ვთქვათ, ზეპარტიულ, ზეპოლიტიკურ თემებზე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საკითხი ამ ქვეყანაში, რომელიც სამწუხაროდ პოლიტიკურ დაპირისპირებებს ეწირება ხოლმე, არა და არ შეიძლება იმ თემებზე ქვეყანას კონდეს რაიმე შიდა პოლიტიკური დისკუსიები. ეს არის საერთო სტრატეგიული საკითხები ქვეყნის, საერთო სახელმწიფოებრიობის. ამიტომ იყო ამ თემებზე საუბარი, იყო მიმდინარე თემებზე, იყო კონსტიტუციურ პროცესზე,
მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ეს არ იყო რაიმე მოლაპარაკებების სტილში გამართული საუბრები, ეს იყო უფრო აი ასეთ ვითარებაში ასთა ურთიერთგაცვლა. მე საბოლოო ჯამში ვთვლი, რომ ეს იყო პოზიტიური მოვლენა, ამ შეხვედრას საქმე არ გაუფუჭებია, პირიქით შესაძლოა საქმე უკეთ წავიდეს წინ, თუმცა არანაირი ესეთი გარანტიები ამისი ჯერ სათანადოდ შექმნილი არ არის. საპარლამენტო დონეზე ჩვენ ყოველთვის უმცირესობასთან, ყოველთვის ბოლო 2 თვის განმავლობაში ვახერხებდით საქმიან თანამშრომლობას. დღესაც მოვახერხეთ ძალიან მნიშვნელოვან კანონპროექტზე შეთანხმება, ტექსტების შეჯერება და თვალსწრები 111 თუ 105 გავიდა ეს პროექტი პირველი მოსმენით, ანუ პრაქტიკულად დარბაზში მყოფმა ყველა პარლამენტის წევრმა დაუჭირა მხარი. ეს გარკვეულად შედეგია ძალიან ბევრი სხვადასხვა საუბრის, რომელიც მეც მაქვს, პრემიერ-მინისტრსაც აქვს, ასე რომ საბოლოო ჯამში ამ შეხვედრის რაიმე განსაკუთრებული გაზვიადება თუ განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭება არ იქნებოდა სწორი, იმიტომ რომ აქ რაიმე არანაირი დამატებითი შეთანხმება პოლიტიკური არ მომხდარა, მაგრამ ასთა ურთიერთგაცვლა ჩემი აზრით იყო ძალიან სასარგებლო. ალბათ განსაკუთრებით პრეზიდენტისთვის, რომელსაც პრემიერ-მინისტრმა ბევრ საკითხზე კიდევ ერთხელ ძალიან მკაფიოდ განუმარტა, აუხსნა ის პოზიციები, რაც გვაქვს, ის პოლიტიკაც, რომელიც ბოლო ხანებშია კოალიცია ქართული ოცნების მხრიდან, საკონსტიტუციო პროცესთან დაკავშირებით, ამნისტიასთან დაკავშირებით და კიდევ რამოდენიმე სერიოზულ საკითხთან დაკავშირებით. ბატონ დავით, რა სახის დიალოგი, რა სახის ურთიერთობა აქვს საქართველოს პრეზიდენტთან? მე არ გულისხმობ უმრავლესობას საპარლამენტოს, უშუალოდ საქართველოს პრეზიდენტთან, საქართველოს ხელისუფლებას. რადგან იყო ერთ-ერთი კომენტარი ამერიკის შეერთებული ელჩის, რომელიც მიესალმა ხელისუფლებასა და პრეზიდენტს შორის დიალოგს, რაც თავისთავად აჩენს იმის ეჭვს, რომ ასეთი დიალოგი არსებობს, თუმცა არასაჯარო და არაოფიციალური. მე ზუსტად ვერ გეტყვით, რას გულისხმობდა ბატონი ნორლანდი, მაგრამ შემიძლია სრულიად დარწმუნებით და სრული პასუხისმგებლობით მოგახსენოთ, რომ პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს შორის არანაირი არასაჯარო შეხვედრა თუ დიალოგი არ ყოფილა. იყო შეხვედრა პრეზიდენტის რეზიდენციაში არჩევნებიდან რამოდენიმე დღის შემდეგ და ამის თაობაზე ყველა ვიცით და გადაიცა კიდეც და ეცი გახდით და არ ვიცი, ეს იყო შეხვედრა. მას შემდეგ პრეზიდენტსა და პრემიერს შორის პირისპირ შეხვედრა, რაიმე დიალოგი არაპირისპირ სხვა რაიმე ფორმით ნამდვილად არ შემდგარა და აგერ იყო ძველი ახალი წლის სინაღამეს ჯერ სასტუმრო მეტეხის საბანკეტო დარბაზში მცირე გასაუბრება მაგიდასთან და შემდგომ უკვე პატრიარქის რეზიდენციაში. სხვა დიალოგი პრემიერსა და პრეზიდენტს შორის არ ყოფილა. თავისთავად არ ყოფილა, ამით კი არ ვამაყობ მე, ან კი არ ვამბობ, რომ ძალიან კარგია ეს რომ ასეა. რა თქმა უნდა, ნორმალურ სახელმწიფოებრივ ცხოვრებას სჭირდება შეიძლება ყოველდღიური კონტაქტი პრემიერსა და პრეზიდენტს შორის. ამასობაში ვინაიდან ეს ასეა და თუ რატომ არის ასე და რამ განაპირობა ეს ყველაფერი, ამას ახლა დიდი ახსნა არ ჭირდება. აქედან გამომდინარე სხვა პირებს, ვისაც გვიკავია გარკვეული თანამდებობები სახელმწიფო სტრუქტურებში, გვაკისრია გარკვეული პასუხისმგებლობა, ჩვენი როლი განსაკუთრებით იზრდება. მე არ ვიცი, არ დავუმალავ და გეტყვით, რომ პირადად მე ქუთაისში ყოფნისასაც და თბილისში ყოფნისასაც საკმაოდ ინტენსიური კონტაქტები მიწევს ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან საპრეზიდენტო მხრიდან, უშიშროების საბჭოს წარმომადგენლებთან, ქალაქ თბილისის ხელმძღვანელობასთან, პარლამენტის უმცირესობის წარმომადგენლებთან, კიდევ სხვა პირებთან, იქეთ კონტროლის პალატა, სასამართლო, ანუ ის გარკვეული ვაკუუმი, რაც არსებობს პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს შორის ურთიერთობაში, ეს ივსება აი ამ უკვე სხვა დონეზე, უფრო საქმიან დონეზე ურთიერთობებით
და მე დარწმუნებული ვარ ამას მიესალმება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის და საქართველოს თითოეული მოქალაქეც, იმიტომ რომ ყველას ძალიან კარგად გვესმის. არის საკითხები, რომლებიც ბოლომდე არის მისაყვანი, არის პროცესები, რომელიც არის დასასრულებელი. და ვინც როგორ უნდა ფიქრობდეს და ვის მოწონდეს ან არ მოწონდეს ის ფაქტი, რომ პრეზიდენტი პრეზიდენტია, პრემიერი პრემიერია, მერი მერია და ასე შემდეგ, უნდა შევეგუოთ იმ რეალობას და არ უნდა გადაუხვიოთ იმ ხაზიდან, რაც კოალიცია ქართულმა ოცნებამ, მისმა ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა სულ პირველ დღეებშივე გამოაცხადა, რომ ჩვენ კონსტიტუციური გზით, მშვიდობიანი და კანონიერი გზით მივახცევდით ხელისუფლების შეცვლას. ხელისუფლების დიდი ნაწილი შეცვლილია, მცირე ნაწილი ჯერ კიდევ ადგილზეა. მე დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს არჩევნებზე და არა რაიმე სხვა გზით და საშუალებით პრეზიდენტიც შეიცვლება, მერიც შეიცვლება, საკრებულოებიც შეიცვლება და ქვეყანაში გაცილებით უფრო პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალები და ადამიანები აიღებენ მართვის სადავეებს. დღეს კი ეს დიალოგი ამ დონეზე არის უკიდურესად აუცილებელი და მე შემიძლია პირდაპირ ეთერში მოგახსენოთ, რომ მაგალითად რამოდენიმე დღის წინ საკმაოდ ხანგრძლივი და საფუძვლიანი საუბარი მქონდა თბილისის მერთან, გიგი უგულავასთან. რა თქმა უნდა, საუბრის ერთი ნაწილი შეეხებოდა საკმაოდ მწვავე პოლიტიკურ თემებს და პრობლემებს, მაგრამ საუბრის მეორე ნაწილში ძალიან დეტალურად ვისაუბრეთ იმ კანონპროექტზე და იქ შესაძლო ვარიანტებზე, რომელიც პარლამენტშია ინიცირებული, მაგალითად ნაგვის გადასახადთან დაკავშირებით, ან საბავშვო ბაღების დაფინანსებასთან დაკავშირებით, ან საგადასახადო კოდექსში ისეთ ცვლილებებზე, რომელიც ეხება თვითმმართველობის ბიუჯეტებს. ანუ ჩვენ პარალელურ რეჟიმში, გარდა პოლიტიკური თემებისა და პოლიტიკური დებატებისა, ვალდებული ვართ ვიმუშაოთ აი ამ ყოველდღიურ საკითხებზე, იმაზე თუ ამა თუ იმ პროექტს რა ელის, ამა თუ იმ მიმართულებას რა ელის, როდესაც გვიწევს ასეთ ვითარებაში ყოფნა. და ეს ნორმალური ამბავია, ეს აუცილებელი ასეთ დიალოგი და ხვალაც და ზეგაც იქნება. და საერთოდ ზოგადად ჩვენ ძალიან მალე ვიცხოვრებთ იმ ქვეყანაში, სადაც არ იქნება აუცილებელი და პირიქით იქნება გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც მთელ სახელმწიფო იერარქიაში, მთელ სახელმწიფო ვერტიკალში აუცილებლად და მაინც და მაინც ერთი და იგივე პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები არიან ხელისუფლებაში. ჩვენ მალე ვიცხოვრებთ ისეთ საქართველოში, როდესაც შესაძლოა თბილისის ხელისუფლებაში უმრავლესობა იყოს ერთი პარტია, იმერეთში მეორე, პარლამენტში კიდე მესამე, ან ორივე ერთად, ან რომელიმე კოალიციაში და ჩვენ უნდა ვისწავლოთ და შევეგუოთ და მივეჩვიოთ ამ ტიპის ურთიერთობებს. სხვა შორის საპარლამენტო საქმიანობაში ის ფაქტორი, რომ პრეზიდენტის ხელმოწერა ყველა კანონპროექტზე გარანტირებული არ არის და შესაძლოა მან ისევ გადაწყვიტოს რამე პროექტზე ვეტოს დადება, ეს მხოლოდ ხელს უწყობს პარლამენტში უმრავლესობის მხრიდან უფრო ხარისხიანი საკანონმდებლო პროდუქციის წარმოებას. იმიტომ რომ ჩვენ ვალდებული ვართ, იძულებული ვართ უფრო მეტი ვიფიქროთ, როგორ უნდა შევქმნათ კანონები, როგორ მოვახერხოთ მაქსიმალური უმრავლესობის მობილიზება, რომ თუ საჭირო გახდა ჩვენ შევძლოთ ჩვენი გადაწყვეტილების დაცვა. ანუ ეს გამაწონასწორებელი ბერკეტები, რომელიც დღევანდელ ვითარებაში, რა თქმა უნდა, არ არის ნორმალურ კონდიციაში და ეს არის რაღაცა ჯერ ძალიან მძიმე წარსულის გადმონაშთი პრობლემები, თავისთავად იძლევა იმის საშუალებას, რომ ჩვენ ყველა შევეგუოთ და ვისწავლოთ იმ ტიპის სახელმწიფოებრივი ცხოვრება, რომელიც საქართველოში არ ყოფილა ამისი პრაქტიკა. ამიტომ ეს თანაარსებობად მონათლული პერიოდი, ამაში უნდა დავინახოთ პოზიტივიც და ეს პირველ რიგში ახალ ხელისუფლებას წაადგება იმისთვის, რომ უფრო მობილიზებული ვიყოთ მანამ სანამ ძველი ხელისუფლების წარმომადგენლები ჯერ კიდევ იკავებენ ამა თუ იმ თანამდებობებს. ბატონ დავით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტესტი იმისა, თუ რამდენად ძლიერია დღეს თქვენი საპარლამენტო უმრავლესობა იქნება ის, თუ როგორ დასრულდება საკონსტიტუციო ცვლილებების ბედი პარლამენტში. პრემიერ-მინისტრმა ჯერ კიდევ როდესაც გამოვიდა ამ ინიციატივით, განაცხადა, რომ თქვენ უკვე გქონდათ შეხვედრები უმცირესობის წარმომადგენლებთან. საპარლამენტო უმრავლესობის ზოგიერთი წევრი საერთოდ ამბობს, რომ გარანტირებული არის უკვე საკონსტიტუციო უმრავლესობა და თქვენ აუცილებლად განახორციელებთ ამ ცვლილებებს. გულწრფელად მითხარით, გაქვთ იმის გარანტია, რომ მიიღებთ საკონსტიტუციო ცვლილებისთვის საჭირო ხმებს ბოლო მომენტში?
საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა პარლამენტში მიმდინარეობს, დაწყებულია, მაგრამ ჯერ არის მოგეხსენებათ წინა ეტაპი საერთო სახალხო განხილვის. იცით რომ შექმნილია სპეციალური კომისია, რომელშიც არიან უმრავლესობა, უმცირესობა, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ექსპერტები. მათი მონაწილეობით დაგეგმილია 15-მდე შეხვედრა ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში. პირველი შეხვედრა გუშინ გაიმართა ზუგდიდში და სამწუხაროდ ინციდენტის თანხლებით მიმდინარეობდა. იქ იყო შეკრებილი საკმაოდ ემოციურად და აგრესიულად განწყობილი მოქალაქეები, რომლებსაც ჩემი აზრით ხშირ შემთხვევაში დასაბუთებული პრეტენზიები აქვთ წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ, მაგრამ ხშირად ხდება რომ ემოციები ჭარბობს და ხშირად ილახება ზღვარი არა მხოლოდ ეთიკის, არამედ კანონისაც. დღეს ზუგდიდში ამ თემაზე სასამართლოებშიც იყო მსჯელობა, ანუ კონკრეტულ სამართალდარღვევებზე იყო საუბარი, როდესაც პარლამენტის წევრებს, უმცირესობის წარმომადგენლებს შეკრებილი მოსახლეობის მხრიდან არა მხოლოდ უშვერი სიტყვები მოხვდათ და ეს სამწუხარო ფაქტია. უმრავლესობის წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები ბოლო წუთამდე იყვნენ ადგილზე და პრაქტიკულად მათი ყოფნა იყო ერთ-ერთი სერიოზული გარანტი, რომ გართულება არ მოყვა ამ საქმეს, თუმცა გადამწყვეტი როლი ითამაშა ადგილობრივმა სამართალდამცავმა ორგანოებმა, პირველ რიგში პოლიციამ, მისმა ხელმძღვანელმა, რომლებმაც ყველაზე მიიღეს, რომ ეს არ გადასძლიყო რაიმე უფრო უმართავ პროცესებში. ეს იყო სამწუხარო მოვლენა, იმიტომ რომ საკონსტიტუციო საკითხებზე მსჯელობას და განხილვას არავითარ შემთხვევაში არ წაადგება მსგავსი ქმედებები. ამიტომ მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივმართო ყველას, ვინც ფიქრობს, გეგმავს ამ ტიპის შეხვედრებზე მობრძანებას, რომ არავითარ შემთხვევაში ეს შეხვედრები არ ვაქციოთ მსგავსი საპროტესტო აქციების ასპარეზად. საპროტესტო აქციები და ჩვენი პოზიციები შეგვიძლია და უნდა დავაფიქსიროთ სხვა შემთხვევაში, როდესაც გვინდა, ყველა შემთხვევაში ცივილური ფორმებით და კანონიერი ფორმებით და კონსტიტუციურ პროცესს კი არავითარ შემთხვევაში არ ჭირდება მსგავსი მოქმედებები. მით უმეტეს იმ პირობებში, რომ გამორიცხული არ არის, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ყველა თუ არა ნაწილი მაინც პირიქით სწორედ ამის მოლოდინში არიან, რომ მსგავსი არეულობების ფონზე მათ წამებული რაინდების მანტიები მოისხან, ასეთ ფორმატში გამოგვეცხადონ კონსტიტუციურ საკითხებზე და ზოგადადაც. სამწუხაროდ ეს არ არის ჩემი ვარაუდი მხოლოდ, ძალიან კონკრეტულ ფაქტებზე დაკვირვებას მივყავარ იქამდე, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა ერთ ნაწილს ეს პოლიტიკა აქვს არჩეული და ზუსტად ამიტომ რომ ხშირად პროვოცირებაც ხდება, შეკრებილი მოქალაქეების შეურაცხყოფაც ხდება, გამოწვევა ხდება და ამ ანკეს არ უნდა წამოვეგოთ, იმიტომ რომ დღეს თუ ვინმე საბოლოო ჯამში პოლიტიკურად აწყობს ამ ტიპის არეულობები, ეს არის ყოფილი ხელისუფლება, იმიტომ რომ სხვა მათ არგუმენტები არ დარჩენიათ, გარდა იმისა, რომ ეხლა წამებულის მანტია მოისხან. ამიტომ ეხლა ქუთაისშია შეხვედრა და მე დარწმუნებული ვარ, რომ მიუხედავად სერიოზული ნებათაღელვისა, რომელიც ადრე იყო ქუთაისში მსგავსი ასეთ შეხვედრის დროს, ეს აღარ განმეორდება. რაც შეეხება თავად კონსტიტუციურ ცვლილებებს და მისი მიღების პერსპექტივებს და ასე შემდეგ, მე ვარ დარწმუნებული, რომ კენჭისყრა ამ საკითხებზე არ მოხდება პარტიული ხაზის ნიშნით. ანუ მხოლოდ კოალიცია ქართული ოცნების წევრები, ან კოალიცია ქართული ოცნების ღიად მხარდამჭერები, ან თუნდაც კოალიცია ქართული ოცნების ფარულად მხარდამჭერები არ მისცემენ ხმას კონსტიტუციურ ცვლილებებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტის იმ წევრთა სერიოზული ნაწილიც, რომელიც არ უჭერს ხარს კოალიცია ქართულ ოცნებას, ხარს დაუჭერს ამ კონსტიტუციურ ცვლილებებს. მაგალითად, მე ბოლო ცვლილება, ბოლო ინიციატივა, ეს არის გამიზნული, მიმართული ქვეყნის საკეთილდღეოდ. ამითი კოალიცია ქართული ოცნება არაფერს არ იღებს და არც ნაციონალური მოძრაობა არაფერს არ კარგავს. და რას იღებს ნაციონალური მოძრაობა? რატომ უნდა დაგიჭიროს მას მხარი? იმიტომ რომ იფიქრონ საკუთარ მომავალზე. ის უფლება, რომლის გაუქმებაზეა საუბარი, პრეზიდენტის მიერ მთავრობის ერთპიროვნულად შექმნის უფლება, ეს არის
სახიფათო იარაღი პირველ რიგში პრეზიდენტისთვის და მისი გუნდისთვის. იმიტომ რომ თუ მას გაუჩნდა ცდუნება ამ იარაღის ამოქმედების, მაშინ პირველი მსხვერპლი ცხადია პოლიტიკური იქნება თავად და მისი გუნდი. არადა როდესაც ასეთი იარაღი აქვს ხელში, ცდუნებაც არსებობს. ეს პრაქტიკულად ნიშნავს იმ ტიპის იარაღისგან განიარაღებას, რომლის ზიდვა და რომლის ასე ვთქვათ მოხმარება მას არ შეუძლია შექმნილ ვითარებაში. ეს არის იარაღი, რომელიც არც ერთი ქვეყნის, არც ერთ პრეზიდენტს არ აქვს თავის არსენალში, რომ პარლამენტის გარეშე, ანუ ხალხის გარეშე ერთპიროვნულად შექმნას მთავრობა. არის მოდელები, სადაც პრეზიდენტებს შეუძლია მთავრობის დათხოვნა, მაგრამ ახალი მთავრობის შექმნა დაუშვებელია ან მოქმედი პარლამენტის თანხმობის გარეშე, ან ახლად არჩეული პარლამენტის თანხმობის გარეშე. ამიტომ თეორიულადაც ეს არის არასწორი ნორმა, რომელიც 2004 წლის თებერვალში ჩაიდო. ეს არის საყოველთაო აზრი ყველასი ქვეყნის გარეთ, რომ ეს იყო სწორედ ერთ-ერთი ბერკეტი, რომელთაც მიხეილ სააკაშვილის წლების განმავლობაში სწორედ ასე ყავდა დაჭერილი თავისივე მთავრობა და ახლა სხვისი მთავრობის წინააღმდეგ ამისი გამოყენება ეს იქნება კიდევ მეორე პოლიტიკურად სასიკვდილო ნაბიჯი. მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში გვაღელვებს ქვეყანა, რომ თუ ეს ასე მოხდება, მაშინ დაზარალებული მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა არ აღმოჩნდება, რომ ამას მოყვება სხვა პროცესები ქვეყანაში და ეს არანაირად არ შედის ჩვენს ინტერესში. ჩვენ უნდა მოვახერხოთ და რაც შეიძლება სწრაფად დავამშვიდოთ ვითარება ქვეყანაში, იმისთვის რომ ეკონომიკა წინ წავიდეს, იმისთვის რომ ინვესტიციები შემოვიდეს, იმისთვის რომ მოქალაქეებმა დაიჯერონ, რომ ძელვადიანი დაგეგმა მათი ცხოვრების შესაძლებელია. ჩვენ არ უნდა გავერთოთ იმითი, რითიც ახლა ვართ დაკავებული. ამიტომ აღარ გვინდა რა ამ ტიპის არეულობები და ეს ძალიან კარგად ესმის ნაციონალური მოძრაობის ძალიან ბევრ წევრს. ახლა ბევრი საყვედური შეიძლება გამოფხატოს და საყვედური ესეთი თემაა. ძალიან დიდი ბოდში უბრალოდ დრო პრაქტიკულად აღარ გრჩება. ჩემი ბოლო შეკითხვა ბატონ დავით, თქვენი რწმენა დადებით პერსპექტივასთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობის ხმებიდან გამომდინარე კონკრეტულ ინფორმაციას ეყრდნობა თუ თქვენს ლოგიკას, რის შესახებაც ახლა ისაუბრეთ? თქვენ იცით მათი განწყობა? არა, მე არ მაქვს არანაირი, ასე ვთქვათ, დაპირება თუ შეპირება და არც ერთი სხვისი ხმა არ მიდევს ჯიბეში ახლა, ასე რომ ვთქვათ, ეს ასე არ არის. მე მიუხედავად ყველაფრისა, რა დამოკიდებულება მქონდა, ან დღეს მაქვს ძალიან ბევრი კოლეგის მიმართ, ვინც პარლამენტშია ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, მიუხედავად ამისა, მე ჯერა მათი უმრავლესობის კეთილგონიერების და რაციონალური აზროვნების. მიუხედავად ყველაფრისა, რომ ძალიან ხშირ შემთხვევაში ასეთი უნარჩვევები შესაძლოა ბევრს არ გამოულენია. მაგრამ შექმნილმა მდგომარეობამ და იმ შოკმა, რაც მათ განიცადეს, და ეს შოკი კი მდგომარეობდა იმაში, რომ არც ერთ მათგანს, ალბათ 2 ოქტომბრამდე, თეორიულადაც კი არ შეეძლო წარმოედგინა, რომ უახლოეს 10 წლეულში თუ არ ვიცი 2 წლეულში ხელისუფლებასთან განშორება მოუწევდათ. და მათი არასწორი ქმედებები, გამაღიზიანებელი ქმედებები და კიდევ ამაზე უარესი ქმედებები, სწორედ ამ განწყობით იყო განპირობებული და ამ ცინიზმით და ამ არ ვიცი. დღევანდელ ვითარებაში მე დარწმუნებული ვარ, რომ იმ შოკმა, რაც მათ დაატყდათ თავს არჩევნების შედეგად, უნდა გამოიწვიოს გამოფხიზლება, უნდა გამოიწვიოს რაციონალური აზროვნება. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, ისე როგორც ადამიანებს გვემართება ხოლმე ცხოვრებაში, როდესაც რაღაცა ძალიან ცუდი ამბავი დაგვემართება და ეს ცუდი ამბავი გამოფხიზლებას, რაღაცა სხვა სიტყვაში გადასვლას გულისხმობს ხოლმე. მე ამისი მჯერა, იმიტომ რომ ზოგადად მჯერა იმისა, რომ სიკეთე იმარჯვებს ბოროტებაზე. და სიკეთე ბოროტებაზე უნდა გაიმარჯვოს ყველა ადამიანში პირველ რიგში. ესენი არიან ჩვენი თანამოქალაქეები და ადამიანები. ამიტომ შესაძლოა ახლა პოლიტიკოსისთვის არც თუ დამახასიათებელი ტერმინებით საუბრობ, მაგრამ მე მართლა ასე მჯერა, რომ პოლიტიკა და პოლიტიკური გადაწყვეტილებები პირველ რიგში ასეთ კატეგორიებს ეფუძნება. მე არ გამოვრიცხავ, რომ იყოს მცდელობა რაღაცა კოლექტიური დემარშის, რომ აი ვიღაცას მოუვიდეს თავში, რომ მოდი ახლა ყველაფერი ვიღონოთ იმისთვის, რომ კოლექტივები ჩავარდეს. არც ასეთ აზრებს გამოვრიცხავ, მაგრამ მე გამოვრიცხავ იმას, რომ ეს ადამიანები რაღაცნაირად ასე ვიღაცის შეძახილზე თუ დაძახილზე
დაეწყობიან და წავლენ ამ გზით, იმიტომ რომ ეს არის გზა არსაით. ეს არის გზა კონფრონტაციისკენ, ეს არის გზა იმისკენ, რომ აი პრეზიდენტს აქვს ეს უფლება, უნდა დარჩეს და უნდა დარჩეს რისთვის? რომ თავის დაიღუპოს და ქვეყანას დაღუპოს? ამ ტიპის განსჯა და ამ ტიპის არგუმენტები დარწმუნებული ვარ, ბევრისთვის იქნება საკმაოდ სერიოზული. ამიტომ მე არ მგონია და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მე არ ვითვლი ასე ხმებს, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა მქონდეს წმენა, განცდა, ზოგჯერ ინფორმაციაც იმის თაობაზე, რომ თუ საჭიროა 100 ხმა მოგროვდება კოალიცია ქართული ოცნების მხარდამჭერების მხრიდანაც, მაგრამ მე არ მინდა, რომ ეს ცვლილებები მიღებული იყოს 100 ან 101 ხმით, რომელიც იქნება კოალიცია ქართული ოცნების ხმები ან ჩვენთან შემოერთებული პარლამენტის წევრების ხმები. მე ძალიან მინდა, რომ ეს იყოს მიღებული გადაწყვეტილება, რომელსაც კიდევ მეორე მხარს დაუჭერს ნაციონალური მოძრაობაც. ძალიან დიდი მადლობა. ეს არის საჭირო მათთვის, საჭირო მათი ქვეყნისთვის. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ჩვენი სტუმარი დავით უსუფაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე პასუხობდა მთავარ კითხვას.